ბატონო მაუგლი, ხო ვერ მეტყვით, რას ნიშნავდა ბატონი გია ჩხიკვაძის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩართვა? რაც შეეხება ბატონ გიას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, ეს არ ყოფილა მისი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. გამგეობის სხდომაზე ვიმსჯელეთ და ვინაიდან ერთადერთი პოლიტიკური ორგანიზაცია, რომლისთვისაც დახშული იყო მასობრივი ინფორმაციის საშუალებები, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ არა თუ მონაწილეობის მიღება არჩევნებში, არამედ არჩევნებში ჩართვა. მონაწილეობას არ ყოფილა ჩვენი მიზანი არჩევნებში მონაწილეობის მიღება. იყო ჩართვა, იმიტომ რომ ამ პერიოდის მანძილზე იძულებული იყო რეჟიმი, რომ ბატონ გიასთვის მიეცათ ეთერი, საგაზეთო საშუალებები, ტელევიზია, რადიო მიეცათ საშუალებები. ამიტომ ეს იქნა ჩვენს მიერ გამოყენებული ჩვენი მიზნებისათვის. და ამდენად ეს იყო გამართლებული საქციელი, ვინაიდან ხო, სხვათა შორის საპრეზიდენტო არჩევნების დროს ბატონი ვახტანგ ჭითავა, კანონიერი უზენაესი საბჭოს დეპუტატი, ჩვენი პირველი პრეზიდენტის მიერ ეროვნული მოძრაობის სინდისად აღიარებული პიროვნება, აც გარდაცვლილი აცხოვრის ღმერთმა, იყო ნდობით აღჭურვილი პირი. და შემდეგ აგიას თვითონ სატელევიზიო საუბრისას და გაზეთებშიც არაერთხელ დაუფიქსირებია, რომ იგი არ ღებულობს არჩევნებში, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, არამედ ის პერიოდი და ის ჩართვა საჭირო იყო მხოლოდ და მხოლოდ მასმედიის გამოსაყენებლად, რადგან ჩვენი პროგრამები, ჩვენი იდეები და ზუსტად ის ანდერძი, რაც დაგვიბარა ჩვენ პრეზიდენტმა, შეგვესრულებინა, რომ პირიქით უნდა მოგვეწოდებინა ხალხისთვის, რომ არანაირ არჩევნებში, ხუნტის მიერ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, ან რეგიონულ ადგილობრივ არჩევნებში არ მონაწილეობა და ბოიკოტი ამ არჩევნებისთვის. ეს უნდა გვეთქვა და ეს იქნა გამოყენებული ზუსტად, როდესაც ჩაერთო გია ამ საპრეზიდენტო არჩევნებში. ამდენად ეს გზაც ჩვენი ოპონენტების მიერ ბრალდებად წამოყენებული აბსურდულია. ეს არ იყო ჩართვა არჩევნებში. მადლობთ. ბატონო ოთარ, ამ თემასთან დაკავშირებით ხომ არაფერს დაამატებდით? ბატონმა მაუგლიმ პრაქტიკულად პოლიტიკოსისათვის გასაგებ ენაზე ახსნა აღნიშნული პროცესში გია ჩხიკვაძის მონაწილეობის საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ ერთ რამოდენიმე სიტყვით დავამატებით. საარჩევნო პროცესებში ჩართვა არასოდეს არ ნიშნავს, რომ იგი აუცილებლად ღებულობს მონაწილეობას ამ არჩევნებში და კენჭს იყრის რომელიმე არჩევით თანამდებობაზე. გარდა მაგისა, აღნიშნულ პროცესს, როგორც ცნობილია, აღნიშნულ პროცესში ჩართული ბატონი გია არ იყო წარდგენილი და წარმოდგენილი როგორც სრულიად საქართველოს წმინდა ილია მართლის პოლიტიკური ორგანიზაციის ან გამგეობის ან რიგითი წევრის სახელით. ის ამ პროცესში მონაწილეობას ღებულობდა როგორც ინდივიდუალური პიროვნება. გარდა ამისა, ამის მიზანი გახლდათ სწორედ ის, რომ როგორმე გაგვერღვია ის ბლოკადა, რომელშიც მოქცეული იყო მთლიანად ილია მართლის საზოგადოება და მოსახლეობისთვის გაგვეცნო ჭეშმარიტი ინფორმაცია მიგვეწოდებინა ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და ხუნტის მიერ დანიშნული არჩევნების ფსევდო ხასიათზე. მიუხედავად იმისა, რომ მაინც მეტ შეზღუდული იყო ეს პრესასთან ურთიერთობა ბატონი გიას მიერ, მაინც დაძლეული იქნა ეს ბარიერი და მოსახლეობამ ძალიან კარგად გაიგო არჩეული დანიშნული არჩევნების
სიყალბის შესახებ მოსახლეობის მიმართ მოსახლეობამ კარგად გაითავისა და განხორციელებული იქნა ის, რასაც ბოიკოტი ჰქვია. ამიტომ დასჭირდა ხელისუფლებას სწორედაც რომ გაეყალბებინა და საკმაოდ დიდი ციფრებით იქნა გაყალბებული ეს არაკანონიერი, ისედაც არაკანონიერი და შემდგომ უკვე გაყალბებული არჩევნები. მიზანი სხვათა შორის ეს გახდა და გარდა მაგისა, ამ საარჩევნო მარათონში, რა თქმა უნდა და შტაბს ასე ვთქვათ, ხარში ედგა ბატონი ვახტანგ ჭითავა, ყველასათვის ცნობილი, საკმაოდ უკვე ბატონმა მაუგლიმაც დაახასიათა უსპეტაკესი პიროვნება, რომელიც მხარს უჭერდა ამ პოლიტიკურ ნაბიჯს და ეს ერთობლივი გადაწყვეტილება ფაქტობრივად განხორციელდა და მიღწეული იქნა გარკვეული წარმატებები ამ თვალსაზრისით. გარდა მაგისა, მიუხედავად ამისა, ბატონმა გიამ მრავალ თითქმის ერთამდე შიმშილობის აქცია ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, რომ ობიექტური ინფორმაცია გავრცელებულიყო მიმდინარე თუ ჩატარებული არჩევნების შესახებ, თუმცა ამის შემდეგ კვლავ დაიხურა ყველა საინფორმაციო საშუალების კარი და ჩვენ ისევ აღმოჩნდით სერიოზულ ბლოკადაში და საინფორმაციო ვაკუუმში. დღემდე ვცდილობთ გავიტანოთ სწორი ინფორმაცია ჩვენი პოლიტიკური ორგანიზაციის მოქმედებისა და ტაქტიკის შესახებ, თუმცა ვიმეორებთ, რომ სრულად უშედეგოდ და ვერაფერს ვერ ვაღწევთ აი ამ ინფორმაციის გატანებას. თორე პოლიტიკურად ჩვენ ვაქტიურობთ და ჩვენ საქმეს ვაკეთებთ. მადლობთ შეკითხვისთვის.